ჩვენი შემდეგი სტუმარია ტრიო აპრილია, ხოთ შეეგებოთ ლევან ჯორჯიაშვილი, გიგა ჯალაღონია და ბეჟო ამირანაშვილი. მოგესალმებით ბიჭებო, მიხარია რომ მასპინძლობ ჩვენ შოუში პირველად ხართ სტუმრად ტრიო აპრილია და რა თქმა უნდა პირველ რიგში სახელწოდებაზე მინდა კითხოთ. ის იგი მაგს განცდა რომ თქვენს მარტს ზამთრის თქვენ მიიცნებთ, ხო? იმიტომ რომ აპრილია ზედ აუარეთ გვერდს და პირდაპირ აპრილს მიადაგიდა. ისე დამაინტრიგებელი სახელი კი არის, იმიტომ რომ წარმოვიდგინე რომ თქვა ტარდება თქვენი კონცერტი სექტემბერში და აფიშაზე წერია აპრილია. აფიშზე მაგალითად თუ აპრილე სექტემბერში არის ამაში რაღაცა ინტრიგა უხდება შოუ ბიზნესს ასე რომ მითხარით როგორ შეიქმნა ჯგუფი და აი შექმნის ისტორიის თაობაზე პირველ რიგში. ტრიოს შექმნის იდეა ეკუთვნის ჩვენს მეგობარს ოთო ედიშერაშვილს, სახელიც მან მოგვიფიქრა აპრილია. ეს კითხვები მასთან იყო ეს იდეაში, ხო? დიახ, რა, დღეს უფლება გვაქვს რომ ოთოს მაგივრად გავცეთ პასუხი, რომ ოთარ მადლობა ყველაფრისთვის. თავიდან როგორ იყო გიგას უყურს მაგაზე ისტორია შემძანე. მოკლედ, მოგესალმებით, დიდი პატივია ჩვენთვის აკოფნა. აპრილია სახელთან დაკავშირებით მინდა ერთი პატარა ისტორია მოყვე. ნუ მესამე წევრად ბიჭებს მე დავემატე ბოლოს. თავიდან ბეჟო და ლევანი იყვნენ, ხო, როგორც ბავშვობის მეგობრები არიან, მოკლედ და შემდეგ როცა გამოაცხადეს მესამე წევრის ძებნის პროცესი, აღმოჩნდი მეც ამათთან და მადლობა ბიჭებს ყველაფრისთვის ამ ერთობისთვის, ამ სიყვარულისთვის და შემდეგ რო შევიყარენით, მოკლედ მიდგა ჯერი სახელის დარქმევაზე. მოკლედ და ჩვენი ოთო ედიშერაშვილი მოკლედ მოვიდა იდეით, რომელიც უნდა განვიხილოთ რა. არის ესეთი ვარიანტი, აპრილი თუ აპრილია, რაღაცა მიდის ამაზე ბჭობა, რაღაცა აპრილი თუ ეს აპრილი ზოგადად აპრილის ამბავი მოგვეწონა, იმიტომ რომ ყველაფერი სიახლეში აპრილი და ბევრი პოეტური ასოციაცია აქვს. და ამ დროს რო აპრილი თუ აპრილია რო წავიდა, უკვე ჯალაღონიამ დაწყვიტა ყურები, მეთქი უეჭველი აპრილია, მეთქი ჯალაღონია აპრილია. მეგრული ბადლი მოწია და მადლობა, მოკლედ ბიჭებს, ნუ დარჩა აპრილია და ბეჯო, შენ ხარ თან ჯგუფ მგზავრების წევრი. დიახ. რა წარმოვიდგინე მგზავრებმა და აპრილიამ რომ ერთობლივი კომპოზიცია მოიფიქროს და ჩაწეროს, ხო? შენ ალბათ სადღაც შუაში დადგები, ხო? როგორ იქნება იგავი? შუაში ჩავდგები და ელექტროგიტარაზე ბანტი უნდა გავუკეთო. 2 წლის წინ გამოვუშვით სიმღერა, აპრილია ყო და ძალიან ესეთი ქალაქური, ძალიან გებრიელის სიმღერა ფორტეპიანოზე და პირველი სიმღერა რომელიც ერთად დადიახ და ესე იგი მოგეხსენებათ ბატონგია რომ ქართულ სიმღერაში ზოგადად პირველი მეორე ხმა არის თელ მუსიკალურ ხას სილამაზეს ეგაკეთებს. ძირითადად მელოდიას მე ჩაგრავე მესამე ხმას მამღერებენ რა გავაკეთე. თან ამ სიმღერაში ძალიან უცნაური და ცუდი პარტია მაქვს, აი ყველაზე არამუსიკალური რა და ნუ ერთ-ერთ ადგილზე მოვხდი, სადაც ძალიან მთხოვეს რომ იქნებ შეასრულოთ ესე ძალიან ხუთა. უხსნე რომ არ გამოვა, იმიტომ რომ ბიჭების გარეშე ვარ, ბიჭები მღერიან მაქსიმალურად. მე უბრალოდ მესამე ხმას ვეუბნები რა. ოღონდ აი ძალიან ცუდი ხმა არის რა, ძალიან არამელოდიური. ის ბანია ხმუილივით რო ისმის რა. ან ვაწყობს. და მოკლედ ნუ აი ძალიან მთხოვეს რა და ნუ ეხა ხალხში ჩავარდი, ავიღე გიტარა და დავიწყე პირდაპირ ჩემი პარტიის სიმღერა. სესკვირტები ამოხეთქავს გაზაფხულის საფრთხე. ეგ არა, ეს არ არის არა. ახლა დღეს რა სიმღერა მოგვიტანეთ ჩვენ შოუში? დღეს შესრულდება იასამნები ბეჟო ამირანაშვილის მუსიკაზე, ტექსტი ეკუთვნის მაკაბლიაძეს, არანჟირება დათო უგრეხელიძეს. ენერგიული კაი სიმღერაა. აბა გთხოვთ. უშინ სიტყვის თქმაც ვერ მოვასწარი შენ ისე წახვედი ერთი ვიცი რომ ყველა ჩემს გზაზე მზესავით დამხვდები ერთი ვიცი რომ ყველა ჩემს გზაზე მზესავით დამხვდები შენი ღიმილის გამო ავიცი გულში რომ სახდები მე თვითონ შენგან გაქცევ ამ სურს და დარჩენას თავდები შენი ქუჩის ბოლოს
დარჩები ამ აპრილების იასამნებით ჩემს გულში დარჩები შენი ქუჩის ბოლოს იასამნის ყვავილს გაზაფხული მოხავს ხოლო ჩემთვის ყვავილს შენი ქუჩის ბოლოს იასამნის ყვავილს გაზაფხული მოხავს ხოლო ჩემთვის Kuchis bolos, iasami's ყვავილს, გაზაფხული მოხავს, ხოლო ჩემთვის ყვავილს, შენი ქუჩის ბოლოს, იასამის ყვავილს, გაზაფხული მოხავს, ხოლო ჩემთვის ყვავილს, შენი ქუჩის ბოლოს, იასამის ყვავილს, გაზაფხული მოხავს, ხოლო ჩემთვის ყვავილს, შენი ქუჩის ბოლოს, იასამის ყვავილს, გაზაფხული მოხავს, ხოლო ჩემთვის ყვავილს. დიდი მადლობა სტუმრობისთვის ტრიოს აპრილია წარმატებები ვუსურვოთ მას